იუბილარმა და პატიმარმა ჟურნალისტმა უკვე გაიგო კოლეგების ხმა, აქ მყოფი ადამიანები არიან, ვინც მიულოცეს სიამაღლობელს დაბადების დღე, აქ ხედავთ სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძვიან თავისუფალი სიტყვისთვის, თავისუფალი მედიისთვის და ბუნებრივია სოლიდარობას უცხადებენ ისინი ნეტგაზეთის ერთ-ერთ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, თავისუფლება მზიას, ეს არის მთავარი მოთხოვნაც და მთავარი სურვილიც, დღეს შეიძლება ვთქვათ. ხატია გაგესაუბრები თუ შეიძლება თქვენი სათქმელი, თქვენი შეფასება და თუ წარმოიდგენთ რომ მოგიწევდათ ოდესმე კოლეგისთვის აი ამ ფორმით ციხის კედლებთან მოგელოცეთ დაბადების. ვერასდროს წარმოვიდგენდი თან ისეთი უცნაური ვითარებაა რომ მოვდივართ სადღაც ანუ თან იქ ძაღლები ყეფენ აქ ცხენები არიან და მოვდივართ იმისთვის რომ თქვათ მზიას გავაგონოთ ჩვენი ხმა რომ იქ ერთხელ იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ნუ რა თქმა უნდა ის რაც წერია ამ პლაკატზე და ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის რომ თავისუფლება მზიას იმიტომ რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი ის უნდა იყოს გარეთ ის უნდა იყოს თავისუფალი ის უნდა ასრულებდეს საკუთარ მოვალეობას რომელსაც ასრულებდა აქამდე ძალიან კარგად და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ასე გაგრძელდება და მზია და ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას აუცილებლად ადრე თუ გვიან. კი ბატონო, მადლობა. მაყურებლისთვისაც საახსქმელი რომ იყოს ჩვენ ვიმყოფებით ახლა პენტენციური დაწესებულების უკანა ტერიტორიაზე მოშორებით, ვინაიდან სწორედ აი ამ მხრიდან ეს არის ერთ-ერთი საკანი, ასე ვთქვათ, მეოთხე ფანჯარა, როგორც ჩვენ ვიცით, სადაც მზია ამაღლობელი არის განთავსებული და ის სწორედ ახლა აი ამას უყურებს, თავადაც ხედავს სავარაუდოდ კოლეგებს და არა მხოლოდ ჟურნალისტებს, სხვათა შორის, რომლებიც ულოცავენ და ერთ-ერთი არის ნინო ქათამაძე მომღერალი, რომელიც თან ცდილობს რომ ესე ვთქვათ ფრანის აშობაში მოეხმარო ჟურნალისტებს. ქალბატონო ნინო, გითხავთ თქვენს. არ ბრძანდებით ჟურნალისტი და სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნაც. თქვენი შეფასება და თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა მზია ამაღლობელი განსაკუთრებული სამიზნე შეიძლება ვთქვათ მთელი რეჟიმის? ალბათ იმიტომ გახდა რომ განსაკუთრებულად არასამართლიანია ის სტატია რაც მას მიუსაჯეს და განსაკუთრებულად უსამართლოა ისთვისაც ის მზია საკანში და უკვე აგრე 6 თვეა. თან სამწუხაროდ რომ თითქოს ვერ მოიძია ვერანაირი დასაბუთება იმისა რომ თუ რატომ ისჯება ქალი რომელსაც არაფერი არ დაუშავება. კი ბატონო. თქვენი სურვილი რა იქნებოდა აქვე მთავარი მისთვის? აი რო ქონოდათ ახლა შეხვედრის შესაძლებლობა რა ასეთქო? პირველ რიგში ვეტყოდი მადლობას იმ ნამდვილი გამძლეობისთვის, მაგალითისთვის, რომ არც ერთი წამით არ წყდება და პირიქით აქეთ გვაძლევს მაგალითებს იმისთვის, როგორ გაუძლოთ, როგორ არ დავიხიოთ უკან და ყველა მისი ქმედება გამოხედვა თუ სიტყვა ყველაფერი ემსახურება ბრძოლას თავისუფლებისთვის. ალბათ ეს არის სიმბოლური. He wants out! 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 Gela. Თავისუფლება მზიას! Თავისუფლება მზიას! Თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! Თავისუფლება მზია ამაღლობელს! Თავისუფლება მზია ამაღლობელს! ეს არის მთავარი შეძახილები, რომელიც გესმიდა, ფრანი არის აშვებული სიმბოლოთი. გელას ვკითხავ მთიულიშვილს, გელა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში, თქვენც გკითხავთ მედიის სოლიდარობას ამ შემთხვევაში, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენც წლებია ამ პროფესიაში ხართ და ზრავს სამუშაობენ ხმამაღლა ახლა რომ ხმამ ვერ მიაწვდინოს მზიას საკნამდე და ციხის კედლებს გაანგრევს ჩვენი ხმა არათუ იქამდე ვერ მიო. ანუ ეს არის რეჟიმის სახე, როგორც ახლა უსაფრთხოების სამსახურის ციხეში კერაც აში მიფრინავს, რას უბერაო. ხო, მოკლედ მზია ვიდრე არის პატიმარი, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ვისაუბროთ თავისუფალი მედიის თავისუფლებაზე. სიგიჟეა ეს უბრალოდ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მზია რაც შეიძლება სწრაფად დავიხსნათ რუსული რეჟიმის
პოლიტიკური ტყვეობიდან, ვინც მის სასამართლოს ხტომებს ვესწრებით, ყველამ ვიცით, რომ რეალურად ის ქმედება სილის გაწონა პოლიციის პროცესთვის არ არის სისხლის სამართლის წესით დასჭადი ქმედება, ის არის შეურაცხყოფა, მაგრამ რეჟიმი მას სამაგალითოდ სწორედ იმიტომ სჭის, რომ აქ ვერ შევიკრიბოთ ამდენი ადამიანი ან კიდევ უფრო ცოტა, რომ ამ ქვეყანაში გაანადგურონ და გააქნონ თავისუფალი მედია, რომ რასაც მიიტაცებენ კორუფციაში რომ ჩაიხრჩობიან საბოლოოდ ადამიანის ფულობის რომ დაარღვევენ, აღარავინ დარჩეს ამ ქვეყანაში კრიტიკული და დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც მათ დანაშაულებს გააშუქებს. სია არის ამის სიმბოლო, როგორ შეიძლება ჩვენ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩვენ აღმოუჩნდეთ და ჩვენ ვიბრძვით მზიას თავისუფლებისთვის, პირადი თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. მადლობა. ინგა გრიგოლიასაც ხედავ წამყვანს, მასთან მოგესალმებით, თქვენს კითხავთ. თქვენი რეაქცია მაინტერესებს. და ელოდით თუ არა, ოდესმე წარმოიდგენდით თუ არა, რომ აი ციხის კედლებთან მოგიწევდათ კოლეგისთვის დაბადების დღის მილოცვა და აი ამ რეალობაში რო აღმოჩნდება. კი, მას მერე რაც ყოველგვარი უსამართლობა და უკანონობა და აკანონა ივანიშვილმა თავისი ხელის ბიჭებით ამ ქვეყანაში ყველაფერს ველოდი. სამწუხაროა უბრალოდ რომ ჩეიმოლოდინი გამართლდა, მე უფრო მეცველი რომ შესაძლებელია მზია სულაც არ იყოს ბოლო. ისე ვითარდება პროცესები ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და თავისუფალი სიტყვის დაცვის დაპირებით ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული ბიძინა ივანიშვილი ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ პირდებოდა მთელ ქვეყანას, რომ თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში არასოდეს არ დადგებოდა, როგორც პრობლემა მისთვის, როგორც პრობლემა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისა თუ მისი ლიდერისთვის. დღეს მზია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ტყვეები. დღეს ჩვენ ამ ქვეყანაში გვიკანონებენ უსამართლობას და ვისაც ჯერ კიდევ ეს არ ესმის, ძალიან ახლოს არის ის დრო, როცა თქვენ დაგჭირდებათ თავისუფალი მიკროფონი, აი ესეთი თავისუფალი მიკროფონი და ასეთი მიკროფონი შესაძლებელია უბრალოდ აღარ იყოს ამ ქვეყანაში და როცა თქვენ მოგადგებათ უსამართლო სისტემა, მერე იქნება ძალიან გვიან. მადლობა. აქეთაც ვეცდები გადავინაცვლო კოლეგებთან, ჩვენ გვესმის შეძახილები, რომელიც არის და ელისო ჯარიაშვილი, რომელიც თან ასრულებს პროფესიულ მოვალეობას, მუშაობს გადაცემისთვის და ელისო, გითხავთ თქვენს თავარი სურვილი, რას უსურვებდით იუბილარ მზია ამაღლობელს, რომელიც ახლა იმ ფანჯრიდან დიდი ალბათობით გვიყურებს და ესმის ეშეძახი. თავისუფლებას და თავისუფალი ჟურნალისტიკის დიდხანს სიცოცხლეს საქართველოს, იმიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია მედიის მზია ამაღლობელი. რაღაცა ცუდ კინოში მგონია თავი, სურეალისტური კადრებია, ცხვრები, ძაღლები, ცხენები, უკან ციხე, მაგრამ აი სხვანაირად შეუძლებელია რა, ყველგან უნდა ვიყოთ, სადაც წყდება ეს მხოლოდ მზიას თავისუფლების საკითხი ხო არ წყდება, აქ წყდება ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი და მე პირადად სადამდე შემეძლება ყველგან ვიდგები, ყველანაირად ვეცდები სოლიდარობა გამოუცხადო მზიასაც, იმიტომ რომ ის ჩვენთვის იბრძვის. აი ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ და ვიცი რომ ბევრი ამას ხვდება, ერთმანეთს აზრებიც გაუცვალეთ და ძალიან ბევრი ადამიანი გამოფხიზლდა პროპაგანდისგან და არ გამოსდის ქართულ ოცნებას, რომ გააშავოს მზია ამაღლობელი, უბრალოდ ვერ შეძლებს ამას. შესაბამისად ვიცი რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც თავისუფალ სიტყვას, თავისუფლებას მხარს დაუჭერს. აი გარემოზე საუბრობდით აი პროპაგანდაზე და გავლენაზე ადამიანებს, აქ რო ამოვედით, მწყემსები სამწყესი ადგილია ეს რეალურად და მწყემსებმა გაათავისუფლეს ადგილი და გვეხმარებოდნენ როგორც კი გაიგეს, რომ აი მზია ამაღლობელი. სამაგიეროდ პენიტენციური თანამშრომლები ძალიან დაჟინებით ცდილობდნენ, რომ კედელთან ახლოსაც კი არ მისულიყო არავინ. არ ვიცი, აი ძალიან რთული მდგომარეობა ერთი მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ აქ ისეთი ანთებული ადამიანები არიან მოსულები, ვისაც სჯერა მზია ამაღლობელი სიმართლის, ვისაც სჯერა საქართველოში ჟურნალისტიკის სიძლიერის, რომ მე ყოველ ჯერზე ეს მამხნევებს მაძლიერებს ასევე. მადლობა თქვენ. ასეთია აქ ადგილზე არსებული ვითარება, კოლეგების ნაწილი რჩება თავისუფლება მზია ამაღლობელს, ეს არის მთავარი მოთხოვნაც, მთავარი სურვილიც და აქ მყოფი ადამიანები საუბრობენ, რომ მზია ამაღლობელი და მთლიანად დამოუკიდებელი მედია დღეს არის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე და ის არის რეჟიმის ყველაზე დიდი სამიზნე დღეს საქართველოში.
ნიკა, დიდი მადლობა, ეს ნიკა საჯაია იყო და ჩვენ აქედან კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამ მილოცვას, ვულოცავთ მზია ამაღლობელს დაბადების დღეს, ეს იყო აქციაც, საპროტესტო და მეორე მხრივ მილოცვა იუბილარისთვის.